გამოვეწონა ამსტერდამში ესეთი შემწვარი ყველი. ძალიან გემრიელი არის. ალბათ ყველას ხსმენიათ ჰოლანდიური ყველის შესახებ. ნიდერლანდები ასევე ცნობილია ყველით. ამსტერდამში სეირნობისას ვნახე მაღაზიები, სადაც ყველს ყიდიან სხვადასხვა არომატით. განსაკუთრებით შემიყვარდა შემწვარი ყველი, სადაც არ უნდა შევსულიყავი, პირველ რიგში შემწვარ ყველს უკვეთავდი. ამსტერდამში ასევე ვესტუმრე ერთ ძალიან განსაკუთრებულ ადგილს. Moeders, ნიდერლანდურ ენაზე ნიშნავს დედები. ეს რესტორანი ერთგვარი პატივისცემის გამოხატულებაა დედების მიმართ. რესტორანი გაიხსნა 1990 წელს და მეპატრონემ სტუმრებს თხოვა მოეტანათ დედის ფოტო. ეს ტრადიცია ისე მოეწონათ, რომ დღეს კედლები მთლიანად დაფარულია ასობით ფოტოთი მთელი მსოფლიოდან. ეს არის ადგილი, სადაც იგრძნობა სითბო, მოგონებები და ოჯახური გარემო. პორციები დიდი და გულუხვია და რაც მთავარია, ფასებით საკმაოდ ხელმისაწვდომი. მე შევკვეთა ტრადიციული ჰოლანდიური კერძების ნაკრები Rijsttafel. ნიდერლანდურ ენაზე ნიშნავს ბრინჯის კერძს. თუმცა სინამდვილეში ბრინჯს ამ კერძში ვერ ნახავთ. უბრალოდ ასე ეძახიან კომბინირებულ მრავალფეროვან კერძებს, რომელიც ერთ-ერთზე იდება დიდი პორციები და გათვლილია 2-ზე მეტი ადამიანისთვის. ფასით შესაბამისია და ღირს 22 евро. ამ კერძში შედის ბებოს მომზადებული საქონლის ხორცი, მოხარშული კარტოფილი, წითელი კომბოსტოს მწნილი, ვაშლის соуსი, შებოლილი ღორის ხორცი და მოხარშული ძეხვი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ რესტორანში ვიზიტით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არ არის რეკლამა. მე უბრალოდ გიზიარებთ მოგზაურობისას ჩემს პირად გამოცდილებას.